თანხა გადაიხადეს ფიზიკურმა პირებმა წელს ქონების გადასახადის სახით ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. გადამზიდავთა ასოციაციის ინფორმაციით გართულებული და გაძვირებული ლოგისტიკის გამო ზოგიერთი გადამზიდავი რუსეთის დერეფანს უბრუნდება. ახაკალაძე ამბობს, რომ პროგრეს ბანკის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მათი ინიციატივით მიმდინარეობს. არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს სხვადასხვა საკითხით აშანტაჟებენ, ამბობს კალაძე. დაგეგმავთ მშენებლობას ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ენერგოპრო ჯორჯია აჭარის სამშენებლო ბიზნესს განუმარტავს, რომ ელექტროგადამცემი ხაზების განლაგება დეველოპერულ პროექტებს ვერ მოერგება. თბილისში არასწორი პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან 11 თვეში ბიუჯეტში 14.699.000 ლარი შევიდა. გასულ წელს ჯარიმებიდან 16 მილიონი იყო ამოღებული. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის სამყარო ბიზნეს მედია სააგენტო საქმიანობებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეთაძე წარმოგიდგენთ. ფიზიკურმა პირებმა წელს ქონების გადასახადის სახით 114 მილიონი ლარი გადაიხადეს. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით ზრდა წლიურად 32%, ანუ 27 მილიონი ლარია. უფრო კონკრეტულად, ფიზიკური პირების ქონების გადასახადი 82.666.000 ლარია, სასოფლო მიწის გადასახადი 20 მილიონი, არასასოფლო მიწის კი 11.2 მილიონი ლარი. ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან იმისგან განსხვავდება, რომ მისი მეშვეობით გადახდილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიემართება. ქონების გადასახადს იხდიან მოქალაქეები და ოჯახები, თუკი მათი ან მათთან მუდმივად მყოფი ოჯახის წევრების დასაბეგრი შემოსავალი წლიურად 40,000 ლარს აღემატება. ამანათების ბაზარზე ფასების ზრდა ფიქსირდება. საქართველოს პოსტამ საზღვარგარეთ ამანათების გაგზავნის ტარიფები გაზარდა. გზავნილების ტრანსპორტირების ტარიფები დააკორექტირა საფოსტო საკურიერო კერძო კომპანიების ნაწილმაც, რასაც ბიზნესი გლობალური ტენდენციებით ხსნის. კომპანიებში ამბობენ, რომ წელი მზარდი ტენდენციით ხასიათდება, მათ შორის გააქტიურებულია ელექტრონული კომერციაც. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს 9 თვეში საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარი წლიურად 35%-ით გაიზარდა. რა ტენდენციებია ამანათების ბაზარზე? ნუცა შუბაშვილი გაგოცნობს ვითარებას, ნუცა გისმენთ. ნინო, მოგესალმებით. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ საფოსტო საკურიერო კომპანიების ნაწილი მიმდინარე წელს გაზრდილი ტარიფებით ასრულებს. როგორც ცნობილია, საქართველოს პოსტამ დეკემბრიდან საზღვარგარეთ ამანათების გაგზავნის ტარიფები გაზარდა. ზრდა ევროპის ქვეყნებს შეეხოდა. რიგ შემთხვევაში ამანათების ტრანსპორტირება 20-30%-ითაა გაძვირებული. ტარიფები დეკემბრიდან განაახლა საფოსტო საკურიერო კერძო კომპანიების ნაწილმაც, როგორც საქართველოში UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი გიორგი ქოპილაშვილი აცხადებს, გლობალურად ინფლაციური პროცესების გათვალისწინებით საერთაშორისო კომპანიის მიერ ტარიფები დაახლოებით 5%-ითაა გაზრდილი, რასაც გარკვეული გავლენა ქართულ მომხმარებლებსაც აქვს, თუმცა გიორგი ქოპილაშვილი ამბობს, რომ უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში ტარიფების ზრდა შეიძლება ითქვას, რომ შედარებით უმნიშვნელოა. ინფლაციური მდგომარეობის განთავისუფლება ხდება, ჩვენ გადაზიდვები დამოკიდებულია საჰაერო გადაზიდვებზე. საჰაერო გადაზიდვებით თავის მხრივ ხარჯებზე, რომელშიც მნიშვნელოვან მომენტს საწვავის ხარჯი თამაშობს და შესაბამისად ამ ყველაფრის შეჯამება ხდება და UPS მიერ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღება გადაწყვეტილება ზრდასთან მიმართებაში. დაახლოებით 5%-ზე არის საუბარი გარკვეულ მართულებებზე, გარკვეულ ტიპის გზავნილებთან მიმართებაში, თუმცა ჩვენი მომხმარებლებისთვის ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს და შეიძლება დიდ ნაწილზე ეს ან არ აისახოს საერთოდ, ან განხორციელდეს მცირედით ცვლილება. რაც შეეხება საქართველოს პოსტის მიერ ტარიფების ზრდას, სახელმწიფო კომპანიაში ამ მიმართულებით კონკრეტული განმარტებები არ გაუკეთებიეს, თუმცა თავად საფოსტო საკურიერო ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში სახელმწიფო კომპანიამ მიდგომების შეცვალა დაახლოებით უფრო მეტად საბაზრო ფასებითაა წარმოდგენილი. ეს არის სხვა ტიპის გადაზიდვა, ეს არ არის ქსელური, ეს ანუ ამ კომპანიებს არ ახასიათებს ცენტრალიზებული მმართველობა. ეს არის პირდაპირი გადაზიდვები ერთი ქვეყნიდან მეორეში, ერთი ოპერატორის მიერ. აქ არ არიან ჩართული სხვა
ესეთი ქსელური ოპერატორები, შესაბამისად ისინი თავად არეგულირებენ ამ ფასებს. კარგია, რომ მათ კონკურენციაში არიან ჩართულები და ეს კონკურენცია მნიშვნელოვნად განაპირობებს ფასებს, ხარისხს და ძალიან კარგი ტენდენციაა ის, რომ კონკურენცია არეგულირებს ამ შემთხვევაში ბაზარს და არა კანონისმიერი მონოპოლია, როგორც ადრე წარსულში არსებობდა. რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ტენდენციებს, საფოსტო საკურიერო კომპანიებში ამბობენ, რომ წელი მზარდი ტენდენციით ხასიათდება, მათ შორის გააქტიურებული ელექტრონული კომერციის და ბაზარზე ახალი სერვისების დანერგვის ფონზე. კომპანიებში აღნიშნავენ, რომ ჩინურ პლატფორმებთან ერთად წლის მეორე ნახევარში საქართველოსთან მოთხოვნა ასევე მზარდია თურქული საიტებიდან გამოწერილ ამანათებზეც. მთავარ გამოწვევად კი სექტორის წარმომადგენლები ისევ და ისევ არასაკმარის ინფრასტრუქტურას ასახელებენ, როგორც საბაჟო მომსახურების, ასევე ტერმინალების მიმართულებით, რაც საბოლოოდ მომხმარებლამდე გზავნილის მიწოდების დროს ზრდის. ზოგადად 2025 წელი ისევე როგორც წინა წლები გამორჩეული იყო იმით, რომ ქართული მოხმარებელი გააქტიურდა, აქტიურობს და ეს ზრდის ტემპი საკმაოდ სწრაფია. წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით გამორჩეული იყო ჩინეთის მიმართულება, სადაც მნიშვნელოვანი ზრდა არის ამანათების. თუმცა წლის მეორე ნახევარში ასევე ძალიან გააქტიურდა თურქეთის მიმართულება, რომელიც რამდენიმე წლის წინ ყველაზე აქტიური იყო. UPS-ის საშუალებით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ გამოწერებთან მიმართებაში იმპორტის ნაწილში Amazon-ზე შეკვეთილი ნივთების პირდაპირ საქართველოში ტრანსპორტირება გავხადეთ შესაძლებელი. შესაბამისად, ამან გარკვეულწილად გავლენა იქონია იმპორტის გამოწერილ ამანათებთან მიმართებაში ზრდა. რაც შეეხება მთავარ შემახერხებელ ფაქტორებს, ორი ძირითადი შემახერხებელი ფაქტორი შეიძლება გამოვყოთ, ეს არის საბაჟო მიმართულებით კადრების დეფიციტი და სატერმინალო რესურსის საკითხი, რომელიც ძალიან პრობლემატურია. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, CBC კაპიტალის ელექტრონული კომერციის ბაზრის 9 თვის მიმოხილვა აჩვენებს, რომ წელს 9 თვეში საქართველოს ელკომერციის ბაზარი წლიურად 35%-ით 7 მილიარდ 620 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, მათ შორის მთლიან ელექტრონულ კომერციაში მზარდია საქონლის კატეგორიის წილი, რაც თავის მხრივ ისევ და ისევ მზარდი ამანათების ტენდენციაზე მიუთითებს, ამ მიმართულებით უფრო მეტ შეფასებებს მაყურებელს დღის განმავლობაში შემოჯამებელ გამოშვებაში გავუზიარებთ. მადლობა ნოცა, რა ტენდენციები ამანათების ბაზარზე ნოცა შობაშვილმა გაგვაცნო. ტვირთმფლობელები, რომლებიც ადრე რუსეთის დერეფან სანქციების ან ეთიკური მოსაზრებების გამო თავს არიდებდნენ, ახლა ფინანსური წინახის გამო რუსეთის სახმელეთო ალტერნატივის გამოყენება დაიწყეს. ამის შესახებ BMG-სთან საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე მირეკლი ნემსაძემ განაცხადა. მისი თქმით, გართულებული და გაძვირებული ლოგისტიკის გამო ზოგიერთი გადამზიდავი რუსეთის დერეფანს უბრუნდება. მირეკლი ნემსაძე ამბობს, რომ საქართველოს გამავალი სატრანზიტო დერეფანი ჯერჯერობით უალტერნატივოა და ეს პერიოდი ქვეყანამ იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ სხვა ალტერნატივების გაჩენის შემდეგ არსებული ტვირთები ჩვენს დერეფანში მისაღები პირობებით დარჩეს და სხვა ალტერნატივებზე არ გადაერთოს. იმ პირობებმა, რომელშიც ახლა აღმოჩნდა ამ ტვირთების ფლობელები, გაუარესებული ესე ვთქვათ მიწოდების ჯაჭვი, გაძვირებული ტრანზაქცია დააფიქრა ისინი და უკვე განიხილავენ და ზოგიერთმა დაიწყო კიდევაც სარგებლობა რუსეთის სახმელეთო ტრანზიტის გამოყენებით. მოგეხსენებათ, ახლა არსებობს პოლიტიკური ფაქტორი და მდგენელი, არსებობს ემოციური და მორალური ასე ვთქვათ კომპონენტი ამ გადაწყვეტილებისა და არსებობს ფინანსური კომპონენტი. ფინანსური კომპონენტი იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ ბიზნესი ეძებს რაღაც ასე ვთქვათ თავისი არსებობის და თავის გადარჩენის გზებს და შესაძლოა აი ამ მომენტმა იმატოს თანდათან დროთა განმავლობაში. შეიმჩნევა ყოველ შემთხვევაში მსგავსი ტენდენცია. ამ მიმართულებით თუ ვიმუშავებთ გონივრულად და სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამისათვის გვაქვს სადღაც ალბათ მაქსიმუმ 2 წელი, რათა მივიდეთ იმ ნიშნულზე, ალტერნატივების გახსნის შემთხვევაშიც, რომ საქართველოს ტრანზიტი იყოს მისაღები პარტნიორებისთვის. თუ ამ საშინაო დავალებას, ასე ვთქვათ, სწორად განვახორციელებთ და გადავჭრით, მაშინ ეგეთი კლება და რეგრესია არ გვემუქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ბუნებრივი პროცესია და ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ. საქმის კურსი ამით დასრულებულია. 7 საათზე თქვენთვის საქმიან ამბებს ანა ლაპეიშვილი შეიჯამებს ნახავთ.